ნაოსნობაში ყოფილხართ? დიახ. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ წინ უკიდეგანო ზღვაა გადაშლილი. თქვენი ხრებით ბეშვით წყალს იღებთ და ხელი სახესთან მიგაქვთ. მაგრამ წყალი თითებს შორის გისხლდებათ, სანამ წყალი ბოლომდე არ დაიცლება. ეს წყალი ადამიანის სიცოცხლეა. დაბადებიდან სიკვდილამდე. ის ყოველთვის გისხლდება თითებს შორის. სანამ საბოლოოდ არ გაქრება. ასევე ყველაფერი, რაც თქვენთვის სვირფასია ამ ქვეყანაზე. მაგრამ ის სამეფო, რომელზეც მე ვლაპარაკობ, რისთვისაც ვცხოვრობ, ზღვაში დარჩენილ წყალს გავს. ადამიანი რამდენიმე წვეთი წყლისთვის არ ცოცხლობს, რომელიც თითებს შორის უსხლდება. ისინი, ვინც იესო ქრისტეს მისდევენ, უკიდეგანო ზღვისთვის ცხოვრობენ.